ტყუპებო, თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი, უფრო თამამი და სულიერად ამაღლებული ფაზა. 22 ივლისს მზე კირჩხიბიდან გადადის ლომში და შენთვის იწყება პერიოდი, რომელიც გონებრივ სითბოს, გამოხატვის თავისუფლებას და კრეატიულობას გააძლიერებს. ენერგია, ფიქრების ცეცხლოვანი გამოღვიძება. ლომის ცეცხლოვანი სტიქია ჰაეროვან ტყუპს იმპულსებს აძლევს, მენტალურად ხდება უფრო ნათელი, ქარიზმატული, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი იზრდება. შენ გიჩნდება, მეტი ენერგია საკუთარ იდეებზე ილაპარაკო, სურვილი, შეიქმნა, იმღერო, დაწერო ან გამოხატო თავი, პლატფორმები მოძებნო, სადაც შეძლებ გაბრწყინებას. კომუნიკაცია, ლამაზი სიტყვები, თამამი აზრები. ლომის მზე შენს კომუნიკაციურ ზონას ათბობს. დაიწყება ისეთი პერიოდიც, როცა შენი სიტყვები შთაგონებად და ლიდერობის ფორმად იქცევა. ახლა საუკეთესო დროა, ლაივ გამოსვლებისთვის, წერისა და კონტენტის შექმნისთვის, სიყვარულის გამოხატვისთვის, ძველი კონტაქტების გახალისებისთვის. სიყვარული და რომანტიკა, გულით ნათქვამი გრძნობები. ტყუპებო, თუ გიყვართ ვინმე, უთხარით პირდაპირ და გულით. ლომის გავლენა გიბიძგებთ თამამ ნაბიჯებზე, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, არ დაგავიწყდეთ სხვისი ემოციური სიღრმე, იყავით გულწრფელები. კარიერა და იდეები, საჯაროდ გამოჩენის დრო. თუ გაქვს იდეა ან პროექტი, ახლა გამოუშვი საჯაროდ. ლომის მზე ამბობს, ნუ დამალავ, ითამაშე მთავარი როლი, იდეალური დროა პრეზენტაციისთვის, თამამი ნაბიჯებისთვის, ლიდერობისთვის მცირე თუ დიდ სივრცეში. რჩევა, გამოიყენე ეს დრო, რომ შენი შიდა ცეცხლი გარეთ გამოიტანო. მონუსხე სხვები შენი სიტყვით, სტილით და ოხუნჯი ჭკუით. დაწერე კომენტარებში, მზე ლომშია და დროა, ჩემი სხივიც ვანახო სამყაროს. და დაეაკაშკაშდეს შენი ვარსკვლავი. ლომის სეზონი შენში მაგიას აღვიძებს. ნუ შეაჩერებ ამ ბრწყინვალებას.